არაკმაყოფილა და არ აღიარა გლდანის პოლიციის მიერ მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. Sachi არაკმაყოფილიას გლდანის რაიონის პოლიციის მუშაკთა მოქმედება აიღეს აღიარებული არაკანონიერად. გლდანის ნაძალადების რაიონულმა სასამართლომ დღეს პოლიცია გაამართლა. მათ წინააღმდეგ სარჩელი ევანგელისტებმა ანუ სახარებისეულ ქრისტიანთა ჯგუფმა შეიტანა. გლდანის რაიონის რამდენიმე პოლიციელს 29 მაისს მშვიდობიანი რელიგიური შეკრების დაშლა და მორწმუნეთა ამ ჯგუფის წევრების ცემა ედებოდათ ბრალად. მოელოდით ასეთ განაჩენს. მოელოდით პოლიციის მოქმედება იყო კანონიერი, ჩვენს მიერ დარბევა არ მოხდარა და სასარჩელო განცხადებაში მოცემული ფაქტები შეიცავდა სიცრუეს. სასამართლო იყო ტენდენციური აბსოლუტურად და ის განიცდიდა ზეწოლას. ამდენად მე ვფიქრობ, რომ სასამართლო განაჩენი ეს არასწორი არის, სასამართლო გადაწყვეტილება არასწორი არის, რომელიც იყო მიღებული. დღევანდელ რიგით მესამე სასამართლოს ხტომაზე 10-მდე მოწმე დაკითხვეს. ყველა მოწმე იმ ეზოს მაცხოვრებლები არიან, სადაც ევანგელისტები 27-29 მაისს სამდღიანი ქადაგების რიტუალს ასრულებდნენ. დაკითხულმა მოწმეებმა პოლიციის მხრიდან ცემის ფაქტები უარყვეს. ეს მოწმეები სასამართლოს მოპასუხე მხარემ წარუდგინეს. სექტის წარმოადგენს ფიზიკური აღშევარსკვლავი აიღეთ ეს პოლიციის დავიცეთ ხაცზე. ასკელოდიცე 4 დღის წინ მოსამართლე საბიაშვილს მოსარჩელე მხარემ ევანგელისტების მიერ გადაღებული ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა გადასცა. ამ ფირის ჩვენება სასამართლო პროცესის განაჩენის გამოსატანად მოსამართლემ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ნაამბობი და აღშფოთებული ევანგელისტების ამსახველი ფოტომასალა მიიჩნია საკმარისად. ასე რომ მარტო იმ ფირის უნახაობამ არ ამგონია ჭეშმარიტებას რაიმე დააკლო და რაღაც შემღალა საბოლოოდ გაწყვეტილებას საზოგადოების რესურსებში. და მივაჩნია რომ ძალიან ოპტიმალური გაწყვეტილება გამოვიდა დღეს. სასამართლოში სარჩელი ევანგელისტებმა კონსტიტუციური უფლებების აღდგენის მოთხოვნით შეიტანეს. ისინი გლდანის რაიონის პოლიციას ქადაგებების დარღვევაში ადანაშაულებენ. დღევანდელი პროცესის აქტიური მონაწილე საპატრიარქოსაგან განდგომილი მამა ბასილი და მისი მრევლის იყო. ისინი მოსამართლე საბიაშვილს პროცესის დასრულებისაკენ მოუწოდებდნენ. ევანგელისტები გლდანის რაიონის პოლიციას მშვიდობიანი სამოქალაქო ქადაგების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამგვარ ქადაგებას ისინი გლდანის მასივის მესამე მიკრორაიონში 3 წლის განმავლობაში მართავდნენ. ევანგელისტები სასამართლოსაგან საკუთარი კონსტიტუციური უფლებების აღდგენას მოითხოვენ. მამა ბასილი და მისი მრევლის დღეს მოსამართლეს პროცესის სასწრაფო წესის დამთავრებისაკენ მოუწოდებდა. საპატრიარქოსაგან განდგომილი მოძღვარი აცხადებს, რომ ევანგელისტებმა პოლიციელები თავად სცემეს. შტაბის უფროსი გიუე ფიზაშვილი იმასაც აცხადებს, რომ სექტანტებს მამა ბასილი და იეღოველები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ კი მხოლოდ სიტუაცია განმუხტა. ამასთან პოლიცია არგუმენტად იყენებს იმას, რომ ევანგელისტების ქადაგებით შეწუხებული მოსახლეობა მათ დახმარებას სთხოვდა. თავად ამ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სცენარი პოლიციამ და მამა ბასილმა შეთანხმებულად დადგეს. მოსულობა მამა ბასილი და შემდეგ გავეშვებინეთ ამოწევს დავედიეთ ჩვენ. საფან მათი მოსვლა ეს იყო ხარი ფაქტურად მამა ბასილი დაახლოებით 5 წუთის შემდეგ მოვიდა.
შემდგომიცევად ისინი თავისი ქრისტიანული საქმეები გადაიღებდნენ. Ramon Shirova, Ramon Shirova ამის თქმას. ეს აბსოლუტური გამოთქმაა. იმას გიას ვიქნები და იმას დაუჭერთ ხართ, ეს იქნება პოლიცია, ეს იქნება გურამ შარაძე, ეს იქნება ედუარდ გიორგი, იქნება ვიზაისას მართლმადიდებელი პიტრონი მრევლი, ვიქნებით ის, სადაც საჭიროა და სადაც უნდა დავიცვათ მართლმადიდებელი საქმეები. პროცესის გადადება და იმ მოწმეების დაკითხვა მოითხოვეს, ვისმაც ევანგელისტების ქადაგების შეწყვეტის მოსხოვნის მიმართა. მიუხედავად მოსარჩელის ადვოკატის წინააღმდეგობის და მოსამართლემ მოპასუხეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მამა ბასილისა და მისი მრევლის რისხვა დღეს ადვოკატ ლია მუხაშავრიაძეს გავრცელდა. საქართველოში არ ლაპარაკობთ იმეთი ადვოკატი, რომელიც დაკარისოს მართლმადიდებელს დახმარება და წიაღწევა სამშობლო. მართლმადიდებელი არ დახმარება მომავალი საუბარში შეკითხვის პოლიციას უჩივენ. სექტანტების განცხადებით პოლიცია მათ სამდღიან თაღუებას როგორც თავისუფლებენ ქადაგებას სისტემატურად არბევდა. ევანგელისტები სასამართლოსაგან მორწმუნეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის აღიარებას მოითხოვენ. იქნება ხელი შეჭრა სასამართლოზე. ევანგელისტებისა და გუდანის პოლიციის დღევანდელმა სასამართლოს ხდომა მამა ბასილის მრევლის რეპლიკების, ანთებული სანთლებისა და ხატების თანხლებით ჩაიარა. მამა ბასილი სასამართლოში ამჯერად პოლიციის მხარდასაჭერად გამოცხადდა. სამართალდამცველებს ევანგელისტები მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. პროცესზე გამოძახებულმა 25-ვე მოწმემ ერთნაირად აჩვენა, როგორ დაარბია გუდანის რაიონის პოლიციამ მორწმუნეები. კონსტიტუციის იგივე უფლებები, რაც აქვს სხვადასხვა კონსტიტუციით მინიჭებული. გამოსცეს იმ საზოგადოებრივი აზრის გარდატეხა, რომელიც აქტიურად რაღაც წყაროების საშუალებით ჩვენ საწინააღმდეგოდ არის მომართული. ადგილი ჰქონდა იძულებას მშვიდობიანი შეკრებისა, რომ დაშლილიყო, მაშინ როცა კანონით მათ აქვს უფლება საჯაროდ შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი მოსაზრება. ევანგელისტები სასამართლოსგან პოლიციის ქმედების უკანონობის აღიარებასა და მათი შელახული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. პოლიციას დარღვევის ფაქტს უარყოფს. პოლიციას ეს ხალხი არ დაუგებია. საერთო შემთხვევაში. არც გიცემია თვითონ. როშინა არის პრობლემა. მე შევაწყობლად, უდიდეს შევაწყობა ჩვენთვის ეს სიტყვა, როშინა უკალაკეს და შვილობენ მოყავარეთ ხალებს და ბავშვებს და ჩვენ და საშინელი სურათი. ჩვენ მივოდის 7 ადამიანის შემადგენლობით და 2 პოლიციის თანამშრომელი მაღალი ჩინოსნები წაუგდიან თითქმის და ნახევარი ალბათ 50 კაცი დასერგან იქ ერთ პოლიციას 50 კაცი მეორე და ის რა შევძელიყო აი ეს ხალხი მომეცილები. ევანგელისტების მტკიცებით დარღვევაში მამა ბასილიც მონაწილეობდა. ჩვენ გვარდებიან აბსოლუტურად რელიგიური მოტივით, იმიტომ რომ პოლიცია, რომელიც მოგვივარდა, ჩვენ გავავლოდით და ვლაპარაკობდით იესო ქრისტეს შესახებ, ბიბლიის სიწმინდის შესახებ, ამ დროს მოვარდა პოლიცია, მან დაგვარბია ცემა და გითხრა, რომ თქვენ ხართ წარმართები, თქვენ უნდა გაეწვიოთ საქართველოდან, დაგხოცავთ ყველას. იურიდიული შევიქმნით პოლიციის თანამშრომლები მისულიყავით შემთხვევის საფრთხეს და გაგვემუხტა ეს მდგომარეობა. და იქ ვინმე არ დაურბევია და არც არავის ადამიანის უფლებები არ დარღვევია. ხარჯები საფუძვლად თქვენი აზრით. საბჭოში მოყანილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ატარებდნენ ქადაგებას სინამდვილეს შეფერება, ხოლო იმის შესახებ, რომ მათ ვინმე რაიმე შეურაცხყოფა მიაკანა, ეს არის მტკნარი სიცრუე. გეგმების განხორციელება ვერ მოახერხა. და ჩანაფიქრი მოსულიყო მამა ბასილი და შემდეგ გავეშველებინეთ ერთმანეთთან, მაგრამ ეს არ შედგა. რადგან თანამდგომარეობაში იმყოფებოდა მამა ბასილი და ეს იყო მათი შეთანხმებული ქმედება მართლმადიდებელი ეკლესიისთან, განკვეთი მღვდელთან, ჩვენ საწინააღმდეგოდ მოწყობილი პროვოკაცია, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო. პირველად მოვიდა პოლიცია, შემდეგ მოვიდა მამა ბასილი, შემდეგ უცებ გაბრუნდა მამა ბასილი და ისინი დარჩნენ. მაგრამ ის ცემატყეთის ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ეს მოხდა სრულიად 25 წუთის შემდეგ უკვე, როდესაც ჩვენ დავტოვეთ ის ტერიტორია, ჩვენ საკუთარ მანქანაში ვერ ჩავჭიქით, რადგან სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გუდანიშის მცხოვრების 300-მდე მოქალაქე ევანგელისტების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდა და პოლიციას მათი ქადაგებების შეწყვეტას თხოვდა. გუდანის რაიონის სასამართლოში პროცესი არ შედგა. მოპასუხე მხარეს და წარმომადგენლობის დოკუმენტი არ ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი სარჩელი სასამართლოში ამგვარი ფაქტის გამო. და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, იმიტომ რომ მე ვიცი რამდენიმე ფაქტი, როცა დაზარავდნენ რეალურად
ადამიანები, მაგრამ მათ ვერ გაბედეს მიემართათ სასამართლოსთვის და მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესს ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საჭილის საფუძველზე დაწყებული სასამართლო პროცესი. ევანგელისტები გუდანის პოლიციას უჩივიან. 27-29 ივლისს პოლიცია მათი გამოსვლას აადია. უპასუხო მხარე ბრალდებას უარყოფს. მამაბაცილი კი თავისი მრავლით პოლიციას უჭერს მხარს. მართლმადიდებლური წმედის უზენაესობის მოტივით და განმარტავს, რომ მხარს დაუჭერს ყოველს, ვინც არაქრისტიანული წმედის და ქმედების წინააღმდეგ გამოვა. ევანგელისტები კი თავისას არეშლიან და განსაკუთრებით ორ პოლიციას, შალვალხაზას და გიგიოკისაძის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. და ითხოვენ. სასამართლომ დაიცვას ის კანონი, რომ ადამიანს აქვს თავისუფლად ხმამაღლა გამოთქვას თავისი აზრი. სახელმწიფოში რელიგიის შესახებ კანონი არ არის მეთაური, რაც სექტანტებს მოქმედების უფრონით საშუალებას აწევს. მიუხედავად ამისა არსებობს დაპირება. მე მინდა დავარწმუნო ყველა საზოგადოება მინდა დავარწმუნო, რომ სასამართლო არ მოიქცევა არც ერთი სექტის და არც ერთი მიმდინარეობის ზეგავლენის ქვეშ. და საქმე გადაწყდება ობიექტურად. არც ერთი სექტის ზეგავლენის ქვეშ არ მოიქცევთ ჩვენ. ჩვენ გვაქვს კანონი. მართალია კერძო კანონი არ აქვს რელიგიის შესახებ, მაგრამ გვაქვს კანონი და ნორმები, რომლითაც ვიხმარებთ. 27-29 ივლისს დაწყებული ხმაურიანი ურთიერთობა ლაპარაკება სასამართლოში გახდება. მოსამართლე ნოდარ საბიაშვილის გადაწყვეტილებით სასამართლო 17 აგვისტოს 12 საათისთვის გადაიდო. იმ მოტივით, რომ სასამართლო პროცესი სამხედრო და მოწმობის უკმარისობას არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, მათ 1999 წლის 27 მაისს მომხდარი ფაქტის გამო გუდანის პოლიცია სასამართლოში მაშინვე უჩივეს, მაგრამ რაიონის სასამართლომ პოლიცია გაამართა. პოლიცია, რომელსაც ევანგელისტები მათ ცემასა და დარბევაში ადანაშაულებდნენ, ცოტა მოგვიანებით საოლქო სასამართლომაც გაამართა. უკვე მათი საჩივარი უზენაესმა სასამართლომაც არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ევანგელისტები სტრასბურგს მიმართავდნენ.